ისი რა ქვია იმას სიტყვა ნახევარში 50 ლარი. სიტყვა ნახევარში. გაგადიაჭია თუ რა. პირდაპირ ამზადებ უკვე 1000 ლარი. დადე. კარგია. 100 ლარზეც თამაშობთ, რა თქმა უნდა. 3, 2, 1. იაფი ავიაბილეთები. ავია წერდილი G. ისი რა ქვია იმას ნიკამიძია. გამოიღე 100 ლარი დააბადა. ამას ვერ გაცდება. რაღაცა უნდა რო თქვა ვაცალოთ ხო. 100 ლარი შენია. დაგეწყო რამის თქმა, რავი, ვაცალ იქნებ რა. იქნებ რა სამ. თამაშობ და დევიწყებ. დევიწყებთ. აბა 3, 2, 1. ნიკამიძია დედიკოს არ დონურეკია. მე მახსოვს ზუსტად 1 წლის წინ რა მოხდა ამ სცენაზე თუ არ ვწდები პატა გულიაშვილი იდგა ზუსტად ესე გვეცინებოდა ერთ სიტყვაზე და მე 5000 ლარი მოიგო ეგრე იქნება ეხლაც მიდის სისილოვანი ლარი გაქვს ვაგრძელებთ რა თქვა თუ არ გააგრძელებთ 3 2 1 ნიკამიძია დედიკოს არ დონურეკია. არც მამიკოს. აპა ისი ამიყვანე სამსახურში ჩემი კაი. ოთხა ჩაერთი ამოშალა. ეს ამან გაჭრა. 400 ლარი შენია. ავტოგალამის დანიშნულებასაც მივხვდი ხო გადაჭყაფნა. 400 შენია 1000 ლარია რატომაც არა 3 იტყვის რუსიკობით 1000 ლარზე გადავდა ჟიური დაწყნარდეს ნარათავარ 3 შემატყვით აღელვები 2 1 ისი აპა ისი ამიყვანე სამსახურში. აუ შენ ჩემი კაი ნეპოტიზმი იცი რა ხილია საერთოდ. აი კაცი არის ეს. მე ჭიათურაში და რო წამევედი თბილისში ჭიათურელმა ძმაკაცებმა მithens ისიო რა ქვია რო ჩახვანო თბილისში ეგრევე ჩინელებში წადიო. მეც ეგრევე როგორ ჩამევედი დევეში ჩინელებში კაროჩი მაგარი იყო ჩემი კაი. ჩინელებს კაი 1000 ლარი მე ფინალობები სისილოუნთან სისილოუნმა აი კიდევ ერთი 1000 ლარი დაკარგე გეხვეწებ ისე მოგვიყევი ეგ ისტორია 1000 ლარი არა ერთი წამით რა არაფერი არ მოგვიყოს მე მაქვს შეკითხვა და წიადება სისილოუნთან ყველა საინტერესო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცინეთ პირველ სამ სიტყვაზე ესეთ რამეს ბოლოსკენ მივეჩვიეთ და ეხლა ცოტა თავშეკავება შეგვიძლია და სისილოუნი თუ თანახმა იქნება ჩვენ გეთამაშებით 2000 ლარზე ოღონ თუ არ გაგვეცინება 1000 ლარს წააგებ მე ხო გადავხედავ სისილოუნის წარმომადგენლებს მანიშნე თანახმა ხართ სისილოუნი მადლობა თანახმა არის მაშასებ თამაშობთ 2000 ლარზე აპლოდისმენტებით გავამხნევოთ თვითო შენ ხო გინდა თვითოს უნდა ის რისკით გავითვალისწინოთ რომ არ გაიცინოთ 1000 ლარი გვაქვს მოგებული და შეიძლება წავაგოთ ეს გვახსოვს მაგრამ 2000 შეიძლება მოვიგოთ წარმატებებს გისურვებ მოემზადე 3 2 1 ის ახლა თბილისში რო ჩამევედი ხო რაღაცას დავაკვირდი ჭიათურაში უკუღმა ხდება ყველაფერი ან თბილისთან შედარებით მაგალითად ახლა ჭიათურის მაღაროში რამე რო დააშაო მუშაობის დროს 2 წლიან კონტრაქტს დაგიმატე მეზეიდან კიდე და ისე რა ქვია ჭიათურის მაღაროში იმნა რთული პირობები არის რომ აქა ნეპოტიზმად ისიფლება ნათესავ სამსახურში რო არე იყვან იმ მდგომარეობა არის მაგრამ კაი დადებითი მხარეებიც აქვს ახლა ჭიათურას მაგალითად ლარის კურსი საერთოდ არ შეხებია ჭიათურას მყარად არის ლარი ისევე იმიტომ რომ იქ სხვა ვალუტა არ არის და რასთან მიმართებაში უნდა გაუფასოდნენ ეს 2000 ლარი. აბო. აი მე დედა. გაგე.
გააღწევი ხუმრობა ექნება თვითონ კიდე რა ამიტომ რაღაცა გექნება მართლა დარჩენილი გვაჩუქე რა პრობლემა არის მე ახლა თქვენ რომ მიყურებთ აქანა მარტო ჭიათურაზე კი არ ვიცი რა რაღაცეები მე ვფიქრდები ხოლმე რაღაცა გლობალურ თემებზე ვფიქრობ ხოლმე საერთოდ და მაგალითად ახლა რაფერ უნდა შევიდეთ ევროკავშირში ხო პირველი რაც უნდა გავაკეთოთ პარლამენტმა უნდა გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა რა ვარც მუშაობენ და ასე შეიძლება ევროკავშირში არ მიგვიღონ მაგრამ პარლამენტის ხომებს ევროსპორტი ქემაიც გააშუქებს იდეის მახრაფია ჭიათურა დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ძალიან საშინელი მდგომარეობა არის აქ ახლა იმნაირი რაღაცები ხდება რომ ძველი ბიჭი რომ მევიდეს და რო გითხრას რომ ფული მამეცის მაკაცის დეიდა არის სასტრაფო საოპერაციო უნდა მიცე იმიტომ რომ მართავს გეუბნება იმნაირ მდგომარეობაში რამასია ო იმ ჩინელები შეტყავს და გიმთავრეთ წეღა ნუ გამიცე როდე შვილი ჩინელებთან დემეშვი და короче მაგარი იყო იმენა 50 ლარად გამევიშმოდგენ მე არა მაქვს ამასთან წინადადებები 2000 ლარს რუსთავი ორი ამატებს ამ ბიჭის მოგებულ აპლოდისმენტები. Bravo. მოკლედ მოვიგეოთ 1000 ლარი ძალიან ბედნიერია ძალიან მიხარია მინდა დიდი მადლობა უთხრა რუსთავი ორს მიულოცო იუბილე მეც მაგ დაბადების რამდენიმე დღეში და თვითონ შესანიშნავი საჩუქარი გამიგეთა უღრმესი მადლობა